უნგრეთის ამ ევროპული სახელმწიფოს ნაკლები ევროპელი ლიდერი ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდა და ეს ცხადია, კარგი, მისასალმებელი და უაღრესად მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია, რაზეც დღეს და ახლა არის ყურადღება გასამახვილებელია და მეც თქვენის ნებართვით ამ თემაზეც და არა მხოლოდ მომიწევს საუბარი. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ეს არის კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა ოკუპაცია. იცით, თქვენ მიმდინარეობს ყველა იმ ქვეყნისა რუსეთის მიერ ოკუპაციის მცდელობა აქვს რუსეთს, ყველა იმ ქვეყნისა, რომელზეც მას გავლენები ჰქონდა ოდესღაც და ახლა ცდილობს გავლენების შედარჩუნებას. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, უმნიშვნელოვანესი თემაა და გზა თუ მოვახერხეთ, მე ვეცდები და მოვახერხებ ყოველ შემთხვევაში, რომ ამ თემაზეც გადავკრა ხოლმე სიტყვა. უნგრეთით დავიწყოთ, რუსეთს რასაკვირველია ჰქონდა ირიბი ოკუპაციის მცდელობა ამ არაჩვეულებრივი ქვეყნისა საქართველოსი, ხომ აქვს და უნგრეთით კი დავიწყოთ, რაც ამ ქვეყანაში მოხდა მრავალმხრივაა საინტერესო, მათ შორის იმ კონტექსტში, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის მცდელობები პრინციპში მაინც ჩავარდა. მე არ ვლაპარაკობ პირდაპირ ოკუპაციაზე, მე ვლაპარაკობ უნგრეთის ერთგვარად მიბმაზე რუსულ სივრცესთან. დიახ, დამარცხდა პოპულისტი ლიდერი და მისი პარტია, რომელიც 16 წელი მართავდა ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას და ამასთან მართავდა ღიად თქვათ არადემოკრატიული მეთოდებით. მეორე, უნგრეთი კი არ ყალიბდებოდა, ანუ პროცესი კი არ მიმდინარეობდა, არამედ უკვე დასრულებული იყო, ჩამოყალიბებული იყო ეს ქვეყანა რუსეთის მთავარ პარტნიორ სახელმწიფოდ ევროპაში და თუ რა მოეპარიანებოდა ხოლმე პირადად პუტინს, ანუ ბოროტების ღერძის სახელმწიფოს ლიდერს, თუ რა მოეპარიანებოდა ხოლმე, რომელსაც სხვათა შორის ფრიად უჭირს, აქვე ვიტყვით და არა მხოლოდ უკრაინის ფრონტზე, არამედ უშუალოდ მოსკოვშიც, უშუალოდ რუსეთშიც და იქ სულ უფრო ხშირდება საუბრები იმ საკითხზე, რომ რუსეთში მოხდება პუტინის გადაყირავება, მაგრამ ეს სხვა თემაა. მოკლედ, თუ რა მოეპრიანებოდა ხოლმე, მოეხაწელკებოდა ხოლმე, ჩვენი მარადიული მტერი ქვეყნის ლიდერს სწორედ ორბანის ხელით აკეთებდა ბევრ რამეს შუაგულ ევროპაში. ამ კონტექსტში ყველას გვახსენდება მაგალითად 90 მილიარდი ევროს უკრაინისათვის დაბლოკვის ამბავი. უნგრეთი, პერსონალურად ორბანი იყო მთავარი, ვინც დაბლოკა ეს დახმარება უკრაინისათვის გასაწევი ევროკავშირის მხრიდან. ოღონდ რომ ვიცოდეთ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია ორბანის დროინდელი ისტორიას ჩაბარებული უნგრეთის პრორუსობისა და რუსეთის მხრიდან უნგრეთის ერთგვარი ირიბი მნიშვნელობით ოკუპაციისა, პოლიტიკის ოკუპაციისა უშუალოდ უნგრეთში. ანუ უნგრეთიზაციის პროცესი მიმდინარეობდა უნგრეთში. დიახ, პუტინმა ტროას ცხენის შექმნა ევროკავშირში და ათობით მიზეზის გამო ისედაც გვარიანად დასუსტებული კონტინენტი, ანუ ევროპის კონტინენტი, კიდევ მეტად ამაგარი ეს ხელოვნური ინტელექტი რომ არსებობს, ძალიან მაგარი რამეა და ნახეთ რა კარგად გამოგვივიდა მე და ჩვენს გრაფიკოსებს ტროას ცხენის იერით ვიქტორ ორბანი. მოკლედ, ეს პროცესი მიმდინარეობდა და ეს პროცესი დასრულებულია. რა იყო და რა არის ევროპის სისუსტის მიზეზი? ესეც უნდა ვთქვა, ჩვენ თქვით, რომ ევროპა დასუსტებული არის. ან რაში გამოვლინდა ის ამ წლების განმავლობაში? ამ თემაზე გახურებას ახლა არ ვაპირებ, ვინაიდან უფრო უნგრეთზე და საქართველოზე მაქვს სალაპარაკო, თუმცა ზოგად ორ სიტყვას კი ვიტყვი. ევროკავშირი მისმა უფრო წინა პერიოდების, სარკოზი ჩემგან ხელმარჯვნივ ვაკეთ და მერკელი ჩემგან ხელმარცხნივ, ხო? პერიოდების ლიდერებმა დაასუსტეს. უფრო კვლავ ვიმეორებ, მაგალითად მერკელმა, სარკოზიმ, სხვება და სამწუხაროდ კონტინენტს ფრიად უჭირს ამოყვინთვა ამ თუ იმ ჭაობიდან, რომელშიც თავი დურთა, მაგრამ თუ ჩვენს კონტექსტში განვიხილავთ ამ ყველაფერს, ეს სივრცე, როგორიც არ უნდა იყოს ის, თქვათ ამერიკასთან ერთგვარ დისონანსში ყოფი, თუმცა ეს დროებითია, ჩვენთვის მაინც უალტერნატივია, მათ შორის იმიტომ, რომ ამ სივრცეს ევროპის სივრცეს აქვს არსებული კრიზისების რეალურად დაძლევის პოტენციალი. ამასთან და აქ თამამი ვიქნები, არსებული კონფლიქტი იხსენებულ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მე პირადად დროებითი მგონია, დროებითი ამბავია. ევროატლანტიკური ერთობა, რაც არ უნდა მძიმედ მოგეჩვენოთ პრეზიდენტ ტრამპის
პრეზიდენტ ტრამპის ცალკეული რემარკები, რაც ალბათ ზემეთ მოგეჩვენოთ პრეზიდენტ ტრამპის ცალკეული სიტყვა ან საქმე თუნდაც ეს ევროატლანტიკური ერთობა როგორც ასეთი არც მოირღვევა და ვერც მით უფრო იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც ზედაპირზეა, რომლებიც დღესაა მსოფლიოში, თუმცა ტრანსფორმაცია რომ მოუწევს ევროკავშირს, ევროპულ სივრცეს, ასე ვიტყვი, ესეც ფაქტია, ოღონდ გარკვეული პერიოდის ან გზა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს თემა შემოვინახოთ სხვა დროისათვის, დასასრულ კი ვთქვათ, რომ არ გამოირიცხება დასავლური ცივილიზაციის მთავარი მტერის რუსეთის არაადეკვატურება ამასობაში სწორედაც რომ ევროპის მიმართულებით, იმიტომ რომ სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინაში ჩაჭედილი რუსეთი იერიშებს მიიტანს მაგალითად ბალტიის სახელმწიფოებზე, სახელდება ლატვიაც, მაგრამ უფრო ლიტვა და ესტონეთი და ეს კი ტრანსატლანტიკური ერთობის სიმტკიცის საფუძველი გახდება ჩემი ფიქრით და ანალიზით. მოდი ვთქვათ ასე, ალბათ გახდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუმცა ამ თემაზე საუბარი გადავდოთ 1, 2 ან 3, 4 კვირით. მივუბრუნდეთ ახლა სწორედაც რომ უნგრეთს და ორბანს მივუბრუნდეთ, რა საკვირველია და ვთქვათ ასე, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ და იცით თქვენ რომ 7-8 აპრილს JD Vance იყო ბუდაპეშტში ჩასული. მოკლედ ტრამპის ადმინისტრაციამ დაუჭირა მხარი აწუყე ექს-პრემიერ ვიქტორ ორბანს, ამასთან არჩევნებამდე 4 დღით ადრე ვიმეორებ, ის რაც უნგრეთში მოხდა ამერიკისთვისაც გავბედავდა ვიტყვი სასარგებლო ამბავი, ეს არის JD Vance-ის კადრები, სწორედაც რომ ბუდაპეშტიდან იქ გამოვიდა JD Vance, ვიცე-პრეზიდენტი და თქვა საორბანო სიტყვები, მაგრამ ვერ იმუშავა და ვერ იმუშავა ამ ამბავმა. სასარგებლო ამბავია მეთქი ამერიკისთვისაც მეთქი, ეს თქვი და აი რატომ. შტატებს ევროპის სახით ახლა მე მგონი მაინც ვიმეორებ, ერთიანი ევროპა დახვდებათ, სჭირდებათ მეთქი ამასაც ვიტყვი, მაგრამ დახვდებათ უფრო სწორი სიტყვაა. ესეც უნდა თქვა, თქვენ ერთიანად უნდა დაუჭიროთ მხარი. მე ნუ შემომცქერით ამას ამბობდა ხოლმე ტრამპი ევროპის და ევროპასთან მიმართებაში, მაგალითად უკრაინის კონტექსტში. ტრამპი ამას უფრო ძნელად იტყვის აწი მომავალში 2 ცხენიდან 1, აი ტროას ცხენებიდან 1, უკაცრავად 2 ტროას ცხენიდან 1, ორბანი უკვე ისტორიის ჩაბარებულია. ისტორიის ორღობეებშია, რაც შეეხება ფიცოს, სლოვაკეთის ლიდერს. სლოვაკეთის ლიდერი არის ორბან მოტეხილი კაცი. ორბან მოტეხილს ხმაში ბზარი უკვე გაუჩნდა. ბრიუსელისათვის ის იოლი ჭყალებში რასაკვირველია მოსარჯულებელი იქნება უკვე მომავალში. უნგრეთზე ვისაუბრებ მეთქი დაგპირდით, აბა რას ვიზამ, მაგრამ მოდი ჯამში 5 წუთი დავუთმოთ ახლო აღმოსავლეთს, ახლა კერძოდ ირანს, კონკრეტულად ირანს. იქ უსაინტერესოესი პროცესი მიმდინარეობს და კონკრეტულად ორმუზის სრუტეზე ნაკლებად, მაგრამ აი ზოგადად პრობლემაზე კი გავამახვილოთ ყურადღება, წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება. პრინციპში მაღალი ალბათობით მაინც დასასრულისკენ მიდის ეს კონფლიქტი, თუმცა ჩანს სრუტე გახსნილია ნამდვილად, მაგრამ ჩანს ესე იოლადაც შესაძლოა ეს იოლადაც არ დასრულდეს ყველაფერი. ტრამპი თან კმაყოფილია და თან გაჯავრებულია უკვე ხსენებულ ევროპაზე, იმიტომ რომ ევროპელებმა ახლა თქვეს, აი ცოტა ხნის წინ, რამდენიმე საათის წინ მეთქი ასე ვიტყვი, რომ ჩვენო ჩავერთვებით ამ პროცესშიო, ეს ფიცხი კაცი, ეს კაცი, რომელიც ძალიან ხშირად ლაპარაკობს ძიმე სიტყვებს, წარმოთქვამს ხოლმე ძალიან ძიმე სიტყვებს, ტრამპი გაუჯავრდა კიდევ ერთხელ ევროპის ლიდერებს. და ასეც არის პრინციპში რაღაცა ლოგიკა არის, ტრამპისეული ლოგიკით ევროპა მას უნდა დახმარებოდა აქამდე. აი ესაა საკვანძო სიტყვა, დიახ, აქამდე. და მე არ ვიმეორებ, არ ვამბობ, არ მოგახსენებთ ჩემს არც ამ საჩოთირო საკითხზე, თუმცა ერთს კი ვიტყვი, პერსონალურად მე მგონია, რომ ირანის საკითხი გაგიკვირდება და კი მოგვარდება, რასაკვირველია გადაწყდება ბოლომდე, მაგრამ მოცემულ ეტაპზე არ გადაწყვეტილა. სწორედაც რომ ბოლომდე სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება გადაიდო რეჟიმ ჩეინჯის ამბავი, მაგრამ ამერიკის სტრატეგიული ინტერესი სწორედაც რომ რეჟიმ ჩეინჯია, ნავთობის მარაგების კონტროლია, ორმუზის სრუტის კონტროლია, ბირთვული პროგრამის რეალურად დასრულებაა. არა 20 წლით როგორც დაანონსდა, არამედ სამუდამოდ ირანს როგორც არაადეკვატურ სახელმწიფოს, თორე ისე ბევრ სახელმწიფოს აქვს ბირთვული იარაღი არ
უნდა მიეცეს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა და ვიდრე ბოლომდე არ მიაღწევს საკუთარ მიზანს ამერიკის შეერთებული შტატები იმოქმედებს ამერიკა ამ მიზანს მიაღწევს რასაკვირველია თუმცა რომ გითხრათ რომ მალე მიაღწევს მეთქი ახლა მე მოგატყუებთ მათ ხო არა გამოვალ მივუბრუნდეთ უნგრეთს და უნგრეთია მთავარი თემა და ვეცდები არ გადავუხვიო მაშინაც კი თუ სიტყვა სხვა თემას სიტყვა გამექცემა სხვა თემას მოიტანს მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია თავად ორბანის დამარცხების ამბავი და მიმდინარეობა პროცესია თავად მნიშვნელოვანი ფაქტია რომ მადიარი მისი პარტიის წიაღიდან წამოსული ახალი ლიდერი საერთოდ არ ახვა დღის წესრიგს შეთავაზებულს ორბანის მიერ ომში გვითრევენ სისხლი იქნება ზელენსკი ამგვარია ზელენსკი იმგვარია უნგრელი ხალხი განადგურდება უნგრელი ქოცი ორბანი ამას კი არ გახვიროდა არამედ გახკიოდა მეთქი ასე ვიტყვი მადიარმა უარყო ეს დღის წესრიგი რეალურად უარყო ის კონცენტრირდა სხვა საკითხებზე ის რეგიონებში რაიონებში სოფლებში პატარა მანქანით დადიოდა და უნგრელებს რაც აწუხებდათ რეალურად რაც აწუხებდათ ამაზე ამ თემებზე ესაუბრებოდა თუმცა ამგვარი კამპანია მხოლოდ ერთ-ერთი გავბედავ და ვიტყვი ერთ-ერთი საფუძველია მისი ერთ-ერთი საყრდენია თუ საფუძველია მისი გამარჯვებისა რეალურად მისი გამარჯვება სხვა ფაქტორებმაც განაპირობა ოპოზიციის ლიდერი ასე ვიტყვი ასხივებდა წარმატებას და თან ისე რომ არ თაკილობდა უკან დახევას გარკვეულ შემთხვევებში უკან დახევას ამომრჩეველთან იყო თვით კრიტიკული თვით დარწმუნებული თვით ირონიული ხშირ შემთხვევაში და იცი თქვენ აკი გაიმარჯვა კიდეც თუმცა ერთ პროვოკაციულ კითხვას დავსვა მადიარმა დაამარცხა კი ორბანი პასუხს ნოიჩქარებთ მაინც და მაინც მე ერთ უცნაურ ვერსიას შემოგთავაზებთ და ის ასეთია ჩემი აზრით თავარი ვინც დაამარცხა ვიქტორი იყო არა თავად მადიარი ან ბრიუსელი ან უნგრელი ხალხი ან დიპსტეიტი ვიმეორებ ივანიშვილისა და ორბანის სიტყვებს არამედ თავად ეს არაადეკვატურად რომ გვეჩვენებოდა და მნიშვნელოვანწილად იყო კიდეც თავად ორბანს ძლია ორბანს რომელსაც გადამწყვეტ მომენტში აღმოაჩნდა ნება ერთ-ერთს ამ ორი ორბანიდან მოკლედ ორბანს არ ჩაბღაუჭებოდა ძალაუფლებას და ბოლოს მაინც ევროპელ ან თუ გნებავთ ვიტყვი ასე ევროპულს კონიუნქტურაში მოქცეულ ლიდერად დარჩენილიყო ეს ნება აღმოაჩნდა დიახ მან დათმო ძალაუფლება რამდენადაც ევროპის ნაწილია უნგრეთი იყო და იქნება ბრწყინვალე ევროპის ბრწყინვალე ქვეყანა ასეთი სლოგანი გვაქვს გამოტანილი და ყველაფერი გააკეთა რომ არ დამარცხებულიყო რასაკვირველია და როცა დამარცხდა რაღაცი დამარცხდა მან აღიარა მარცხი აი ეს სიტყვა აღიარა ეს არის საკვანძო სიტყვა ჩვენს სინამდვილეში რადგან მარცხი აღიარების გარეშე ამგვარ ქვეყნებში საქართველოსაც გულისხმობდა არა მხოლოდ მარცხი აღიარების გარეშე მარცხი არაა და ქაოსის მომტანია დაახლოებით აი ისეთი ქაოსისა როგორი შეიძლებოდა შექმნილიყო უნგრეთში და როგორი ქაოსიც შექმნა თუ მაინც და მაინც საქართველოსაც უნდა გადავკრათ სიტყვა როგორი ქაოსიც შექმნა საკმაოდ გაჭედილმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ბიზიდა ივანიშვილმა კი ჰგონია საკუთარი თავი რომ მაგარია კი გრძნობს თავს ან გვაჩვენებს თავს ყინჩად მაგრამ რეალურად ბიზიდა ივანიშვილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია პირველ ყოვლისა ქართველი ხალხის უტეხობის და არაღიარების გამო აი რაც ორბანმა ჰქმნა იყო რეალურად თუ ობიექტურად შევაფასებთ საბოლოოდ მაინც უნგრული ქმედება რაც მას მომავალი პასუხისმგებლობისაგან გაგიკვირდება და სულაც არან თავისუფლებს რა მაგარი კაცია ორბანი მეთქი რა საკვირველი ამას არ ვამბობ მან დიდად ვიმეორებ ბრწყინვალე უნგრეთს და დამოუკიდებლად იმისა რა გააკეთა დაისე დასავიწყებელი სულაც არაა ის რა არ გააკეთა როცა ზენიტში ბრძანდებოდა ზენიტში იყო მათ შორის პოპულარობის ზენიტში და აი ამ კონტექსტში მოდი ფანტაზიას მივცემ გასახანს და ვიკითხავ ასე მოიქცეოდა კი ორბანი იმ შემთხვევაში ანუ აღიარებდა თუ არა
აღიარებდა კი მარცხს მადიარის პარტიის უპირატესობა ვიტყვი ასე უძალიანესი რომ არ ყოფილიყო უხეშად 51% 59%-ის წილ რომ დასრულებულიყო არჩევნები უნგრეთში იმ 2 თუ 3%-ს არ როგორი სიტყვა მოვიშველიოთ და არ მიაყალბებდა კი უნგრელი კოცი რეალურად უნგრელი კოცი იყო ბევრად უკეთესი ვიდრე აქაური კოცები მაგრამ მაინც კოცი ორბანი არ მიაყალბებდა კი ვიქტორა უზარმაზარ ჩიხში არ ამოამწყდებდა უნგრეთს რიტორიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა საჭირო არაა ნუ იჩქარებთ უბრალოდ ამით იმის თქმა მინდა რომ როდესაც უნგრეთს ვადარებთ საქართველოს ცხადია ბევრ მსგავსებასაც აღმოვაჩენთ და ბევრ სხვაობასაც აღმოვაჩენთ თავარი აქცენტი კი ჩემი აზრით დასასმელია შემდეგზე ორბანი რომ ვიცოდეთ მაინც ლაითი ივანიშვილის კი არაა სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ანუ ჩვენი კი არა რუსეთისა ივანიშვილი ბიძინა ბოლო წლების ყველა დანაშაულის რეალურად მთავარ ავტორია უნგრეთშიც ასე იყო ორბანი მთავარი დანაშაულების მთავარ ავტორი იყო რასაკვირველია თუმცა ივანიშვილი ბევრად მძიმესაა და ბევრად მეტად მოსაცილებელიც და მომავალშიც ასეთად დარჩება ივანიშვილი არაა ორბანი იმიტომაც რომ მას ევროპა ორივეზე თუ არა ფეხნახევარზე კიდია ხოლო ორბანი რაღაცით მაინც იყო აი მაინც აღმოჩნდა რომ იყო მიბმული ბრიუსელზე შესაბამისად ჩვენ უნგრეთის გზა კი არ უნდა გავიმეოროთ ასე პირდაპირ მნიშვნელობით არამედ ჩვენი გზა უნდა შევქმნათ უშუალოდ ჩვენი გზა ჩვენი პრეცედენტი ცხადია გარკვეული და ბევრი შესაძლოა გამოცდილებების გაზიარებით გათვალისწინებით უნგრეთისა რუმინეთისა აი სომხეთში იქნება ახლა არჩევნები და სომხეთში უნდა დარჩეს პაშინიანი ხო იქ არ უნდა გაიმარჯოს პრორუსულმა ძალებმა და თუ ასე მოხდა ასე მოხდება მაღალი ალბათობით სომხეთის გზაც უნდა გავიმეოროთ ოღონდ პირიქით სომხეთის საზოგადოებას არ ახავს დასამარცხებელი პაშინიანი ჩვენ საზოგადოებას დასამარცხებელი ხავს ივანიშვილი და რაც შეეხება ივანიშვილს ის მძიმესი პირია ჩვენი ისტორიისათვის და ორბანთან კონტექსტში ორბანს მაგალითად ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია რაც ივანიშვილმა მაღალი ალბათობით გამოიყენა ისროლა რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელით ხო მე კი შეახოცავს ალბათ მათ ხელს მაგრამ მაინც ორბანს პოლიტიკური პარტიების პირდაპირ მნიშვნელობის გაუქმების ცდელობა არ ჰქონია ორბანს პოლიტიკა გააუქმა ნაწილობრივ არა ბოლომდე არ გაუქმებია ორბანს მომიტევეთ და ვაჭარს მაინც ზღუდავდა ერთგვარად ევროპელობა ხოლო ივანიშვილი კი აი ფეხნახევრით ნადურთი რუსეთში თან არაფორმალია თან ოლიგარქია თან საეჭვოა მისი ადეკვატურობა კი არა შერაცხადობაც მეთქი ასე ვიტყვი თან თუსალობა უნდა ანუ დიდხანს სიცოცხლე 107 120 150 ან 298 წელიწადი და ახლა კი ირკვევა რომ ცის ოკუპანტიცაა პირდაპირ მნიშვნელობით მან საჩაკეტა აბასთუმრის თავზე ოღონდ უსასრულობამდე ანუ ღმერთამდე მეთქი ანუ ავის ირმის ნახტობამდე თუ გდებავთ ასე ვიტყვი კიდე უფრო იქითაც ოღონდ ეს კაცი ივანიშვილი ეხლა ვიტყვი უცნაურ სიტყვას გაგიკვირდებათ ახლა და მაინც ჩემი მოსაზრებით წამსვლელია მათ შორის ხაზგასმით მინდა თქვა არჩევნების გზითაც თუ ის და ახლაც უნდა მომისმინოთ და გაიაზროთ რასაც ვიტყვი წინასწარ ანუ ვიდრე არჩევნებამდე ვიმეორებ ვიდრე არჩევნებამდე დამარცხდება არ ანგარიშით 1-3 როგორც დამარცხდა ორბანი არამედ დამარცხდება 0-5 ან 1-5 მოკლედ უფრო დიდი უპირატესობით დაამარცხებს მას დღევანდელი ოპოზიცია ან ქართული საზოგადოება შესაბამისად დაკომპლექსებული ივანიშვილი გაიაზრებს რომ გაცილებით ძვირფას ეს მნიშვნელოვანი სიტყვა გადაიხდის თუ გაჯიქურდება მეცაც გეტყვით მხოლოდ წინასწარ მისი დამარცხება ჩააქნევინებს მასზე ხელს მისივე პატრონ რუსეთს ასე ჩააქნევინებს ბევრმა თავისი საქმე ვერ შეასრულაო ვერ გააკეთაო ვინც ის და შეიძლება ესეც თქვას მოსკოვმა მისმა პატრონმა აქვე ვიტყვი რომ ჩემი აზრით რუსეთისათვის ივანიშვილი გაცილებით ძვირფასია ვიდრე კი უმნიშვნელოვანესი პერსონა იყო რასაკვირველია ორბანი ევროპულ სივრცეში იმიტომ რომ ბევრ რამეს აბლოკინებდა მაგრამ ივანიშვილი არ ანაკლებ ან ჩემი მოსაზრებით საერთოდაც გაცილებით ძვირფასია ვიდრე იყო ვიქტორ ორბანი და იმასაც განვჭრეთ რომ ორბანის გამოცდილება მიღებული ბიძინა კიდევ უფრო ასასტიკდება თუმცა ვაჟის თუ სხვათა პირით შეიძლება აგვაბნიოს კიდეც ხანდახან
ეს მცდელობები ვაკლირდებით რომ აქვს ყალბი დიალოგი შემოგთავაზოს მისი თამაშის წესების მიღება გთხოვოს და მეტიც აქაო და ნახეთ რა ადეკვატური ვარო შეიძლება ზვარაკებიც კი დაგვიკლას ბჭყალებში ხო ზვარაკების ბჭყალებში და დაგვიკლას ბჭყალებში ორივე სიტყვა ჩავსვა ბჭყალებში თუმცა საბოლოოდ ივანიშვილი ალბათ მაინც უფრო და უფრო მოუჭერს მარწუხებს საქართველოში და ძალაუფლებას მართლა არ დათმობს მანამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას ვიდრე ანგარიშით 1/5 წინასწარ არჩევნებამდე და ეს განცდა უნდა შეიქმნას საზოგადოებაში რომ ის აპრიორი მარცხდება და ამისთვის საჭიროა მათ შორის ქოსების ქართული ოცნების ღევანდელი ამომრჩევლების გადმოყვანა არ დამარცხდება. რაც ახლა მოგახსენეთ ცხადია ჩემი აზრია და არ მოიცავს მსჯელობას ქართული ოცნების ხელისუფლების ოპოზიციის თაობაზე, ოპოზიციის შესახებ ოპოზიციაზე, მის სტრატეგიაზე თუ ტაქტიკაზე ამ პირობებში. ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში საპასუხოა მათ შორის მათი მხრიდან არის ეს, როგორ უყურებენ ისინი ბიზნესეულ საქართველოს. მათი აზრით საქართველო უფრო ორბანის უნგრეთია, სადაც კიდე შესაძლებელია რაღაც, თუ უფრო ლუკაშენკას ბელარუსია. მე ჩემსას გეტყვით და ასე გეტყვით თქვენის ნებართვით ამ უკანასკნელში, რომ ჩამხტარიყო, ანუ ბელარუსში რომ ჩამხტარიყო მადიარი, არათუ მადიარი არამედ მასზე მაგარი ვინმეც კი ჩვენ სინამდვილეში ჩემი მოსაზრებით ვერაფერს გახდებოდა. ჩემი პასუხი არის ასეთი. ბიზნეს ხელში მოხვედრილ საქართველოზე არის ეს პასუხი ასეთია. ჩვენი ქვეყანა ბელარუსის გზას უფრო ადგას, აი დინამიკის თვალსაჩინო და არა უნგრეთისას. და ეს ერთიათად გვირთულებს რეალურად საქმეს, ამიტომ გვაქვს ჩვენი გზა. გამოსაჩორკნი, მოსაძებრი, ჩვენი ბილიკი თუ გნებავთ ასე ვიტყვი. და მეცაც გეტყვით, ჩვენი კოსმოსურად არა ადეკვატური ბაცკაზე უარესიცაა ჩვენი ივანიშვილი ბაცკაზე უარესიცაა რიგ საკითხებში და აი მაგალითად რატომ წარმოიდგინეთ რომ მას ტელეფონით უკავშირდება ტრამპი აი ეს სცენარი წარმოვიდგინოთ აი ისე როგორც ლუკაშენკას დაუკავშირდა და ამერიკის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ესეთი ხისტი პრეზიდენტი ხშირად რომ არ მოგწონს ან მოგწონს პირიქით არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა ახლა სულ გვარსახელებით უსახელებს ივანიშვილს პოლიტიკოსი და სინდისის პატიმრებს. ხო შტარია ამაღლობელი ტრამპის ხვით წარმოიდგინეთ ჭიჭინანზე ვერ წარმოთქავს კარგად ბურჭულაძეც უჭირს დევიზე და ასე სულ 140 თუ მეტი პირი ხავს ამომწყდეული ამ ჩვენს კი არა რეალურად რუსეთის ხვითოს ივანიშვილს ხო და რას შვება ეს ხვითო რასა იქმს ივანიშვილი ამ შემთხვევაში თუ ტრამპმა აკრიფა მისი ტელეფონის ნომერი და დაუკავშირდა და ითხოვა განთავისუფლება პოლიტიკოსი და სინდისის პატიმრების ან თავისუფლებს თუ ბოდიში და ფეხებს აბაკუნებს და ამბობს რომ ეს არავისი მათ შორის არც ტრამპის საქმე არაა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, ჩვენ სუვერენიტეტში არავინ არ ჩაერევა და ასე შემდეგ ლუკაშენკამ სხვათა შორის გაანთავისუფლა პოლიტპატიმრთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მე მგონია რომ კვლავ ვიმეორებ რომ ეს უკანასკნელი ვერსია, ანუ ფეხების დაბაკუნებისა უფრო რელევანტურია და ასე უფრო იმიტომ მგონია რომ გავესანის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს გამოგზავნილს ჩვენი არხისათვის, სადაც სიტყვით შინაარსს გადმოგცემთ, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სიტყვით ასე წერია და შინაარსაც გამცნობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რაც უნდა გააკეთოს. ეს უკვე მერამდენი ამგვარი პასუხია ვაშინგტონიდან თბილისის გასაგონად, ისედაც იცის, რაც უნდა გააკეთოს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ამას იწერებიან ვაშინგტონიდან. დავსვათ კითხვა, თუ იცის გააკეთა კი ნებისმიერ კონტექსტში, მაგალითად კავკასიის უსაფრთხოების, კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და მხარდაჭერის, შუა დერეფნის, ანაკლის, ან შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით. გააკეთა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რამე, რა დააკეთებს თუ არ გააკეთა და იმიტომ ხომ არა რომ მას დახურებენ მოსკოვიდან უკრძალავენ რამე ადეკვატურის ჩადენას გაკეთებას. იმიტომ ხომ არა რომ უნებო არის ქართული ოცნება პერსონალურად ივანიშვილი, რომელიც ერთადერთია გადაწყვეტილების მიღებია. არა თავისუფალია. კარგი, ეს კიდევ სხვა თემაა. ახლა უნგრეთის ამბავი და ამ კონტექსტში საქართველოს ამბავი უნდა ამოვწურო ვიდეო რგოლით. მე ისეთ თქმას ვერ მოვახერხე და ალბათ ვერ მოვახერხე, ნამდვილად ესე ვიტყვი, ამ ვიდეო რგოლში მათი ნაწილი მაინც არის თავმოყრილი და უკვე შემდგომ მე სტუმართან ერთად გავაგრძელებ საუბარს უკვე სტუდიაში.
უნგრეთი ევროპული გაგებით ავტოკრატია და რაც მთავარია ანტიევროპული სახელმწიფო აგრეთვე არაადეკვატური რუსეთისაკენ გადახრილი ანტიუკრაინული ეს ყველაფერი პრინციპში უკვე წარსულია ამ ქვეყნის ოდესღაც სამაგალითო ლიდერი ვიქტორ ორბანი დამარცხებული და დანარცხებულია ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას ახალი პრემიერი მადიარი ხავს და მისი თავკაცობით უნგრეთს ბევრ საკითხში კი დაუჭირდება მაგრამ შუაგულ ევროპაში ტროას ცხენიაო ამას კი აღარავინ იტყვის ვეღარ იტყვიან საქართველო გაცილებით პროკი არა ღიად რუსული ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში აი მართლა ტროას ცხენი რომელიც ევროპისაკენ აღარც მიდის აღარც მიეშურება საქართველო უნგრეთის არ იყოს ოდესღაც რუსეთთან წინააღმდეგობის წინა ხაზზე არსებული მყოფი ქვეყანა მებრძოლი თავისუფლებისათვის დღეს კი რუსული სპეცსამსახურების მუშაობის გამო და ჩანაკებული თავდახრილი უფრო ზუსტად თავდახრილია მისი მართველი კლასი თორემ ხალხის საზოგადოება ერი ამ მდგომარეობას სულაც არ ეგუება დიახ რა საკვირველია ჩვენი უნგრეთისაგან განსხვავებული სპეციფიკა გვაქვს მაგრამ უნგრეთის გამოცდილების ნაწილი ვინც ის და იქნებ გასააზიარებელიცაა ვიმეორებ ნაწილი მოკლედ ივანიშვილი რა საკვირველია არაა ორბანი ბევრად მეტი დანა აქვს დასმული ქვეყნის სახელმწიფოებრივ სხეულზე მას ბევრად მეტად აქვს ნადურთი თავი რუსულ სივრცეში და შესაბამისად ივანიშვილი ბევრად რთულად დათმობს ძალაუფლებას ეს ყველაფერი შიშველი სიმართლეა მაგრამ რაღაცა ჩვენ წმინდა სიტყვა კვლავ უშიშრად უნდა მოვფინოთ ხალხში უნდა ვთქვათ ისიც რომ მიუხედავად ყველაფრისა ივანიშვილი ეს ამომგდები კაცი უძლეველი სულაც არ არის და გავბედავ და ვიტყვი იგი არჩევნებამდე როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს ისე რომ სხვა გზა გარდა მარცხის აღიარებისა უბრალოდ არ ჰქონდეს კითხვა შევძლებთ კი ამას საპასუხოა ასე შევძლებთ აბა რას ვიზამთ გიორგი კობერიძე პოლიტიკის ანალიტიკოსი მივესალმები მას მოგესალმებით გიორგი არ არის დიდი დრო გასული უნგრეთში დასრულებული არჩევნებიდან და წარმოუდგენელი